არ დაუშვა მექანიკური შეცდომა. მოდი ჩემთან ერთად გაიხსენე, როგორ უნდა ამოხსნა მსგავსი სავარჯიშო სწორად. ეს ვიდეო გამოადგება აბიტურიენტებსაც და ასევე იმ აპლიკანტებს, რომლებიც აპირებენ მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლას. ყველაზე ხშირად უშვებენ ხოლმე შეცდომას, ეს არის, რომ რადგან ხედავენ, რომ ტოლობის ორივე მხარეს აყვანილი არის ყველაფერი კვადრატში, პირდაპირ ტოლობის ორივე მხარეს კვადრატებს შლიან და x-ი არის ტოლი ამ რიცხვების ჯამის. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება შემოუხაზოს სწორ პასუხებში და დამერწმუნეთ, რომ აუცილებლად იქნება ერთ-ერთ ვერსიად მოსული სწორ პასუხებში. სინამდვილეში რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვიპოვოთ x კვადრატი, ოღონდ აი ეს მოცემული რიცხვები მე ისე უნდა დავშალო, რომ ერთი ფუძე დავინახო ყველგან. 202 მე ხო შემიძლია წარმოვადგინო როგორც 2-სა და 101-ის ნამრავლი და გარედან გავუკეთებ მას მე კვადრატს, რადგან ეს ორიანი ამასაც ეკუთვნის და ამასაც. 303 შემიძლია დავშალო როგორც 3-სა და 101-ის ნამრავლად, ხოლო 606 შემიძლია დავშალო როგორც 6-სა და 101-ის ნამრავლად. ეხლა რადგანაც მოდით თუნდაც გაშლილი სახით დაგიწერთ, ნახეთ 2 რომ კვადრატში ავიდეს, მექნება 4 გამრავლებული 101-ის კვადრატზე მიმატებული. 3 რომ კვადრატში ავიყვანოთ, იქნება 9 გამრავლებული 101-ის კვადრატზე და 6-იც რომ ავიყვანოთ კვადრატში, იქნება 36 გამრავლებული 101-ის კვადრატზე. აი ამ სამივე ნამრავლში დავინახავთ, რომ 101-ის კვადრატი არის შესული. მოდით ეს 101-ის კვადრატი გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. 101-ის კვადრატი გავიტანებ ფრჩხილებს გარეთ და ფრჩხილში დამრჩება 4-ის, 9-ის და 36-ის ჯამი, რომელიც არის 101-ის კვადრატი გამრავლებული 49-ის ტოლი. 49 თავისთავად არის 7-ის კვადრატი. მე ხო ასევე შემიძლია, როდესაც ორივე რიცხვში კვადრატები მაქვს და ნამრავლი მაქვს მოცემული, ეს რიცხვები დავტოვო ფრჩხილებს ქვეშ, გავამრავლო ერთმანეთზე და ეს ხარისხის ნიშანი ფრჩხილს გარეთ გავიტანო. მაშინ აქ ყოფილა x კვადრატი ყოფილა 7-ის კვადრატი და ჩვენ თუ x გვეკითხებიან, x-ი ყოფილა 7-7, რადგანაც x-იც კვადრატში არის აყვანილი და 7-7-იც კვადრატში არის აყვანილი. ანუ ჩემი x-ის მნიშვნელობა არის 7-7. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გაუზიარე მეგობრებსაც. მე კი შევეცდები, რომ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზო, რომელიც დაეხმარება აბსოლუტურად ყველას, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე აბიტურიენტებს და მომავალ პედაგოგებს.